რაღაც პერიოდის განმავლობაში აბიტურიენტი ემზადებოდა სამოქალაქო განათლებაში, მას ეგონა რომ ეს საგანი ბევრ ასე ვთქვათ, მიმართულებაზე ჩაბარდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ მისი წილი შემცირებულია ისეთ ფაკულტეტებზე და ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა კონფლიქტოლოგია, რომელშიც სამოქალაქო განათლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, გენდერის კვლევები, ხო? აი ამ მიმართულებებზე ჩასაბარებელ საგნებში სამოქალაქო განათლება არ ფიქსირდება და რეალურად სამოქალაქო განათლება არის ის საგანი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კონფლიქტებს, კონფლიქტების მოგვარებას და ასე შემდგომ. აქამდე ყოველთვის მარტის პირველი კვირა იყო ის პერიოდი, როდესაც აბიტურიენტი უკვე იყო ინფორმირებული. იცოდა ორი მთავარი კითხვა, რა ფაკულტეტზე აბარებდა, ამ გადაწყვეტილების მინიმუმ მონახას მაინც აკეთებდა და მეორე, როდის იწყებოდა რეგისტრაცია. ჩვენ ზუსტი პასუხი ახლაც არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როდის გამოქვეყნდება ცნობარი, ან როდის მოხდება რეგისტრაციის დაწყება, ხო? ეს აქამდე წარსული წლების პრაქტიკა ჩვენებდა, რომ მარტის პირველი კვირა იყო ის, ასე ვთქვათ, მთავარი გადამწყვეტი თარიღი, როდესაც ამ ორივე კითხვას პასუხი ეცემოდა. ახლა მივდივართ იქამდე, რომ ეს პროცესი გადაიწევს მინიმუმ 20 მარტამდე, იმიტომ რომ 20 მარტამდე აქვთ ვადა სამინისტროს, უნივერსიტეტებს, რომ მათ შეავსონ კონკრეტული ანკეტა, სადაც კონკრეტული ინფორმაციები აქვთ პროგრამებთან დაკავშირებით, კითხვებზე უნდა გასცენ პასუხი, ხო? მინიმუმ ეს არის 20 მარტი. ანუ წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ერთი თვით გადაინაცვლა ამ პროცესმა. რას გამოიწვევს ეს? ეს გამოიწვევს ჯაჭვურად იმას, რომ მთლიანად ეს საგამოცდო პროცესი უფრო მეტად გახანგრძლივდება დროში.